ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი ვანსს ღია წერილით მიმართავს. კობახიძე გაკვირვებულია იმ ფაქტით, რომ ეგრეთ წოდებული საერთო ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრის მიუხედავად ამ დრომდე არ შემდგარა კომუნიკაცია ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის. კობახიძის თქმით, ტრამპს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით წერილით რამდენიმე კვირის წინაც მიმართა, თუმცა პასუხი არ არის. საქართველოს მხარში ედგა ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველაზე ცხელ წერტილებში, მათ შორის ერაყში და ავღანეთში, სადაც საქართველოს ერთსულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი. მხოლოდ ამ ორ მისიაში მონაწილეობით ჩვენმა პატარა ქვეყანამ ამერიკის შეერთებულ შტატებს 2.5 მილიარდი დოლარი დაუზოგა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან საქართველოსთვის გაწეულ რეალურ დახმარებას მრავალჯერ აღემატება. რეალურ დახმარებაში არ ვთვლით თანხებს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად გამოიყო 2011 წლებში. მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა Deep State-ის დავალებით თან ომი დაიწყო. რეალურ დახმარებაში ასევე არ ვთვლით თანხებს, რომელიც ამერიკის საელჩოს, USAID-ის, NED-ის, სოროსის ფონდის და სხვა არხებით საქართველოში რადიკალიზმისა და სიძულვილის გასაღუებლად გამოიყოფოდა. საერთაშორისო რეიტინგების თანახმად საქართველო არის ლიდერი რეგიონში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და იმ ფონზე, რომ თქვენ არაერთ თუნდაც ღიად არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოსთანაც აწარმოებთ აქტიურ დიალოგს და კომუნიკაციას, საქართველოსთან დაკავშირებით თქვენს დუმილს ჩვენთვის ლოგიკური ახსნა არ აქვს. გავრცელებულ წერილში კობახიძე ემეორებს ქართული ოცნების პროპაგანდას ეგრეთ წოდებული Deep State-ისა და უცხოეთიდან დაფინანსებული ჯგუფების მხრიდან რევოლუციის საფრთხის შესახებ. ოცნების პრემიერი საუბრობს მეგობარი აქტზეც და უკვირს, რატომ არ ქონდა კანონ პროექტზე კრიტიკული შეფასება ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით Deep State-ის, USAID-ის, NED-ისა და სხვა შესაბამისი სუბიექტების დანაშაულებრივ საქმიანობაზე რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე თქვენ იდენტურ განცხადებებს გააკეთებდით. ჩვენ გვაქვს სრულიად იდენტური შეფასებები უკრაინის ომთან, გენდერულ და LGBT პროპაგანდასთან და მრავალ სხვა საკითხთან დაკავშირებით. მეტიც კვლავაც ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესმა მიიღო აბსურდული კანონი ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი, რომელიც არის სრულად გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. მეგობარი აქტზე საერთოდ არ გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არა ის გარემოება, რომ ამ აქტს არაერთი სუბიექტი თქვენს ადმინისტრაციას მიაწერს. ამ აღქმას ამყარებს ის გარემოებაც, რომ თქვენს ადმინისტრაციას მეგობარი აქტზე არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაურცელებია. კობახიძე ღია წერილში დონალდ ტრამპს Deep State-ის რებრენდინგის მცდელობაშიც ადანაშაულებს. მაშინ როცა ოცნების პრემიერის თქმით დაპირება Deep State-ის დამარცხება იყო. ამ ფონზე კობახიძე იტოვებს იმედს, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მაინც გადაიტვირთება. ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები Deep State-ის დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი. ხალხისთვის გასაკვირია, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ ის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებთ. თუმცა ჩვენი ხელისუფლება საჯარო განცხადებებში კვლავაც გამოხატავს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ადმინისტრაცია Deep State-ის დამარცხებას რეალურად შეძლებს, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვასა და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე უსათუოდ აისახება. წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავაც გაგრძელდება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაგეგმილი რევოლუციური სცენარის მოქმედება. შეგახსენებთ, რომ USAID-ისა და NED-ის მიერ დატრენინგებული და დაფინანსებული 250-მდე ადამიანი დღემდე ყოველდღიურად იკრიბება ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, რაც იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ Deep State-ს რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია. ირაკლი კობახიძის წერილს სამარცხვინოს უწოდებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ივანიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგება ვერ შეძლო, რის გამოც ოცნება ახლა სასოწარკვეთილია. ეს არის პირველ რიგში სამარცხვინო, იმიტომ აქ დაცული არ არის არც ერთი, არც პროტოკოლური, არც მეგობრული ურთიერთობების არანაირი ნიშანი. ჩანს აქ სრული სასოწარკვეთილება ხელისუფლების იმის მიმართ, რომ ალბათ პირველი შედეგი არის იმისი, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი ვერ დაალაგა, ვერც ვერაფერს დაალაგებს, ვერც მეგობარი აქტის შედეგებს ვერ დაალაგებს და ცხადი არის, რომ ძალიან დიდი უკვე ნერვიულობა არის ქართულ ოცნების წრეში. კობახიძის წერილი ოცნების სასოწარკვეთის მაჩვენებელია ოპოზიციისთვისაც. მათი თქმით, ივანიშვილის პარტიამ უკვე დაიწყო ნიადაგის მომზადება, რათა საკუთარ ამომრჩეველს უთხრან, რომ ურთიერთობების აღდგენა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში შეუძლებელია. ამის მიზეზი კი არა ოცნება, არამედ ტრამპი და Deep State-ია. მოღალატე და კრიმინალთა რეჟიმის ამ დოქსოპულომ იმიტომ ვერ მიიღო პრეზიდენტ ტრამპისგან და მისი ადმინისტრაციისგან საპასუხო წერილი, რომ მათ არ აღიარებენ ისინი დიდი სიამოვნებით
იმაზე უარეს დიქტატორულ რეჟიმს და სისხლიან რეჟიმს გააფორმებდნენ, რაც არის, თქვათ, მაგალითად, რუსეთის ერთ-ერთი პროვინცია დღეს სამწუხაროდ ოკუპირებულ ჩეჩნეთში და კადიროვზე უარესად მოიქცეოდნენ, მაგრამ აქეთკენ მიდიან. სულ ცოტა დროღა დარჩა, როდესაც სულ მალე ისინი გამოაცხადებენ, რომ აი პრეზიდენტი ტრამპიც თურმე დამარცხდა deep state-თან. აი ესენი არ დამარცხდნენ მარტო და ამაზე არ მოქმედებს არაფერი deep state-ი, თორე ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ყველა სხვა deep state-მა იმ ყოვლისშემძლე ვიღაცამ დაამარცხა. ეს წერილი არც ერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით გადადგმულ ნაბიჯს. ამ მიმართულებით ჩვენ ნახეთ დავითაშვილის ჩაფლავებული ვიზიტი და კიმბერლი ლოუს მიერ ელარჯის დეგუსტაცია. ეს წერილი არის ადგილობრივი მოხმარებისათვის განკუთვნილი, იმისათვის რომ საზოგადოება შეაგუოს იმ კიდევ ერთი მარცხისათვის, რომლისთვისაც ოცნება განწირული არის მეგობარი აქტით და ამავდროულად შეაგუოს კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმას, რომელსაც ისინი რუსეთის მიმართულებით აპირებენ, შესაბამისად სრულად შიდა მოხმარების დოკუმენტი არის ეს და გამოხატავს ძალიან სუსტ პოზიციას დასუსტებული რეჟიმის. ეს არის ოცნების აბსოლუტური უსუსურობის გამოვლინება. იმდენად უსუსურობა ეს წერილი, სიტყვები, სიტყვათა წყობა, ტონი ამ წერილის, რომ ცოტა მიჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება. სერიოზულად რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ პირველი ეს არის აბსოლუტური უსუსურობა და მეორე სერიოზულად რაც შეგვიძლია ვთქვა არის ის, რომ ძალიან ყველაზე ცუდი ამ წერილში და ზოგადად ოცნების ქცევაში და ქმედებებში არის ის, რომ ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს სახელით წერენ ასეთ უსუსურ წერილებს და გზავნილებს. მით უფრო თვითონ წერილში ნახეთ ჩვენ რომ ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, უბრალოდ პირველად გამოაქვეყნეს საჯაროდ. კობახიძის წერილს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა წინააღმდეგობის პლატფორმა. სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის წევრი პროდესავლური პარტიები ამბობენ, რომ ოცნებამ ნიღაბი კიდევ ერთხელ ჩამოიხსნა და თქვა, რომ რეჟიმი უპირისპირდება არა მხოლოდ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს, არამედ ქართველი ხალხის არჩევანს, თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას. ჩვენ წინააღმდეგობის პლატფორმა ვამბობთ, საქართველო არ არის ივანიშვილისა და მისი არალეგიტიმური დაჯგუფების მძევალი. საქართველოს მომავალი დაცულობა და უსაფრთხოება დაკავშირებულია ძლიერ ევროპასთან, ძლიერ ამერიკასთან. ჩვენი ქვეყნის მარტო და დაუცველად დატოვება წარმოადგენს მტრის ინტერესს. კობახიძის წერილი არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. ის წარმოადგენს ძალაუფლების მიმტაცებელი მცირე ჯგუფის ინტერესს, რომელიც ცდილობს დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციაში გადარჩენას. ჩვენ უარყოფთ კონსპირაციებს, ყალბბრალდებებს და ანტიდასავლურ კამპანიას, რომელსაც რეჟიმი კოორდინირებულად ახორციელებს. ჩვენი მიზანი არ დაუშვათ ურთიერთობების გაფუჭება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპელ მეგობრებთან, რომ ქართველი ხალხი დაუბრკოლებლად დაუბრუნდეს თავის უალტერნატივო მომავალს და განვითარების პერსპექტივას, რაც უკავშირდება ევროკავშირის წევრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ წინააღმდეგობის პლატფორმა გამოხატავთ ქართველი ხალხის საუკუნოვან და ურყევ არჩევანს. დღეს როგორც არასდროს გვჭირდება ერთსულოვნება. არ დავუშვებთ, რომ ვინმემ გაანადგუროს ათწლეულების მანძილზე ნაშენები ნდობა და მეგობრობა ამერიკასთან. ამ კრიზისიდან, რომელიც რეჟიმის მიერ შეგნებულადაა შექმნილი, არსებობს ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი, ახალი თავისუფალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. კობახიძის წერილთან დაკავშირებით კომენტარები კეთდება ქართულ ოცნებაშიც. პირველ რიგში ძალიან კარგია, მათ შორის საამაყოც კი შეიძლება იყოს ის ამბავი, რომ ასეთი გაბედული ტონით საუბარი დღეს ჩვენს ქვეყანას შეუძლია. ეს პირველი. მეორე, ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, რატომ ხდება ისე, რომ ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის ათოსი განწყობა, დამოკიდებულება, მესიჯები განსაკუთრებით გახმოვანებული მათ მიერ და გაცილებით ადრე ჩვენს მიერ ერთ-ერთში ემთხოვა ერთმანეთს და ამის მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოს. კობახიძის ღია წერილის პარალელურად ქართული ოცნების პარლამენტი მეგობარი აქტის საპასუხოდ სპეციალური განცხადების მიღებას გეგმავს. პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და ის განსახილველად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს გადაეცა. განცხადების განხილვა სესიაზე ხვალ უნდა შედგეს. ოცნების წევრების თქმით, პროექტში მეგობარი აქტის საწინააღმდეგო ფაქტები იქნება მოყვანილი, რომელიც საქართველოში დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების და სამართლის უზენაესობის მიმართულებით ეგრეთ წოდებულ პროგრესს შეეხება.